შარშან დავიწყეთ პროტესტი 4 თებერვალს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, იმიტომ რომ 2023 წლის ნოემბერში ჩვენ ხელისუფლებისგან მივიღეთ დაპირება, რომ ყველა პაციენტი მიიღებდა სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანაში, რაც აღმოჩნდა ტყუილი. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ კვლევები არ შედის დაფინანსებაში, მედიკამენტები არ შედის დაფინანსებაში და კვლევების და მედიკამენტების გარეშე კიბოსთან ბრძოლა არის შეუძლებელი. რეგიონებიდან ხალხი მწერს, რომ ისინი ბალახეული ცდილობენ კიბოსთან მკურნალობას და ეს უბრალოდ წარმოუდგენელი არის. მით უმეტეს 21 საუკუნეში, როდესაც არსებობს უამრავი ახალი იმუნოპრეპარატი, მხოლოდ 23 მედიკამენტი შედის დაფინანსებაში 100-ზე მეტი მედიკამენტისგან. ძალიან ბევრი მწერს, რომ იქნებ მივმართოთ თხოვნით, განცხადებით ჯანდაცვის მინისტრს, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ, ალბათ ათობით განცხადება ან წერილი მაინც გვექნება დაწერილი მის სახელზე, ასობით თუ არა წინა წლის განმავლობაში. მაგრამ რეაგირება ამ ყველაფერს არ მოყოლია, ერთადერთი არის მხოლოდ დაპირებები, რასაც ავრცელებენ პროპაგანდის საშუალებით.